ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო კიდევ ერთ კრეატიულ გადაცემას გთავაზობთ, რომელიც სტამბულში ჩემმა უფროსმა კოლეგამ ნატამ ჭედლიძემ გადაიღო. თქვენამდე მასალის მოტანა კი სწორედ მე ინკოგნიტოელ ელისაბედ კორინთელს დამევალა. Vai. Vai. Ragazzi, ragazzi, non so. Ma zачем? მე ის რა იყო? აი მე რაღაცა თავი გაეცა. სასწაული რომ მეჭირა ხელში სასწაული. არ ვიცი, წამოდით. ეს რა არის? არც მინახავს რა არის. ზობის დღესასწაულზე სტამბულში ქართულ ეკლესიას ვეწვიეთ. ტაძარს მამა ილია უდგას სათავეში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იქ მცხოვრები ქართველებისთვის. სულიერი ტკივილი და სამშობლოს მონატრება შეუმსუბუქოს. ტაძარში გადაღების შემდეგ საკვირაო სკოლას ვეწვიეთ.
ბრძობას, იგივე პალმობას, იგივე ბაიობას უნდა. როცა მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, რამოდენიმე დღით ადრე და ის უკვე სახალეთისვე თანახმად უკვე იმას ამბობს მოციქულებთან, რაც ნაციონალ-სამეფოებრივი მრავალი საუკუნით ადრე, რომ დიდებით შესულს იერუსალიმს წინ დაუყენენ ტანსაცმელს, ბაიებს, პალმის უზოებს და სიხარულით მიეგებებიან და როგორც დღევანდელი სახარებიდანვე ვიგებ, ამ სიხარულის მიზეზი ძირითადად გამხდარა ის, რომ მასთან ერთად იმყოფება ლაზარე, რომელიც წინა დღეს, უშინდელ დღეს ლაზარე შაბათს აწოდებულად ყველით აღადგინა და იქ შევჩერდები. ვინ იყო მისთვის მას ლაზარე? საუბარია რომ ის იყო ღვთის მეგობარი. ტაძარში მდუმარე დუსმენდა მამა ილიას ლოცვას მრევლი. ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფიც სანთლებით ხელში ესწრებოდნენ წირვას. აჩვენეთ მსოფლიოს ეს ბავშვები და ომი აღარ იქნება. დიახ, სწორედ ეს სიტყვები ვთქვი მაშინ, როდესაც მუსლიმი ბავშვები ტაძარში დავინახე სანთლით ხელში. დამერწმუნეთ ადამიანებო, დედამიწა ყველას გვეყოფა. შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ბედნიერად, ვიცხოვროთ ერთად. ჩვენ ტაძრის შემდეგ გადავინაცვლეთ მეჩეთში, სადაც ინკოგნიტოს ის მუსლიმი ბავშვები, რომლებიც რამოდენიმე წუთის წინ ტაძარში სანთლით ხელში იდგნენ, მეჩეთის ეზოში დარბოდნენ. დიახ, სწორედ ასე სიყვარულით შეგვიძლია ვიცხოვროთ ადამიანებმა. წესებისგან მიუხედავად, მეჩეთში მარჯვენა ფეხით შედგა და მარცხენათი გამოჩნდა. მეჩეთი იგივე მის არაბ მასჯიდ ლოცვის მუხლის მოყრის ადგილია, საჯადა ლოცვა. სად ვიმყოფებით ახლა? მეჩეთში. და ყველაზე ყველაზე დიდი და რაო, რამდენი ეტევაო, რა გითხრეს ბატონმა ადრე? 6000-ზე მეტი. 6000. დაახლოებით 6. 6006. აი ეს არის ყველაზე დიდ მეჩეთში, სადაც კითხე რომ მეთქი კამერას გამოიყენებ და არაო, მაჩვენე გადახაზულიაო, ასე რომ ჩვენ მოგვიწევს ვიმუშაოთ ტელეფონებით და მე უკვე ეს მასალა მივტოვოთ. თუმცა ნახე რა საოცარია, მეც ინკოგნიტოს ლოგოთი, შენც ინკოგნიტოს ლოგოთი, მაისურებიც ინკოგნიტოს ლოგოთი. მოკლედ, ინკოგნიტოელები ვართ სტუმრად მეჩეთში. აი მოსანახულებლად და ყველაზე მთავარი თქვენ იცით ხო? რას ნიშნავს ეს სარწმუნოება, რა არის თქვენთვის ხო? ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? მეთანხმებით.
როგორც იცით, ინკოგნიტოში სხვადასხვა სარწმუნოების ბავშვები ვსწავლობთ. როგორც მათამ თქვა, ვფიქრობ, ეს მადლიანი დედამიწა ყველას ეყოფა. მთავარია, ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არ დაგვაუწყდეს. დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც მამა ილიას პირველად ვეწვია ინტერვიუზე, სწორედ კარგად და განმარტებით მიუტანა მაყურებელს თავის სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით. ინტერვიუს მსვლელობის დროს მეჩეთიდან მოვას ძახილი შემოგვესმა. წამიერად შევჩერდით და მისდამე პატივისცემის ნიშნად რამოდენიმე წუთით მდუმარება გამოვხატეთ. გადაცემის საფინალო ნაწილად გვინდა ინტერვიუები დაგიტოვოთ უკომენტაროთ. ყველაზე დიდი მადლია ხო? ამ მიწაზე გზა ხო? ამ მიწაზე გზა ხო? მოგვიწია სადავართ ნატავა ორი სიტყვით გითხარი რა. და საერთოდ შუა სტამბულში შეუერთდეთ ლოცვას. ეგრეთვე შენ მეუფეო მოგვეჩვენცა რაიქა მიღებით არტოთა ხელთასა და აპრობა პაიასათა წინადღეს სასაულისათვის ამის პაიასა მოსასწავებელად ვისა გადაგებ ვითარცა იგი ერნი და ჩვეულნი რომელნიცა ოსანასა შენსა შესწირვედეს და დაცვენი გინი და ჩვენსა ისუნენ გალობითა და ქებითა სულიერითა თაყვანისცემად ცხოვრების ამომრიჩებელსა მესამესა დღესა აღდგომასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. სამშობლოდან შორს საქართველოს მონატრებული ადამიანების დიდი იმედია. კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ უყვართ მამა ილია ბავშვებს. თქვენთვის გადაცემის გახმოვანებაზე მუშაობდი ინკოგნიტოელი ელისაბედ კორინთელი. წარმატებული მეოთხე კურსელი ნატა მჭედლიძე, რომელიც ქუთაისიდან ესწრება ლექციებს. მესამე კურსელი მარიამ და ლიზი ძირკვაძეები და პატარები თეკლა ძირკვაძე და სესილი საღინაძე. გემშვიდობებით მომდევნო პროექტამდე, რომელსაც სექტემბრიდან მე გავუძღვები. პროექტის ავტორი და რეჟისორი ინკოგნიტოს ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე. ჩვენთვის მანჩო. აი ახლა ნახეთ წერთ ინტერვიუს უკან მეჩეთია და აქ ქრისტიანულ ტაძარში ვიმყოფებით, ხო? ანუ ეს ურთიერთმეგობრობა არის ძალიან კარგი, მაგრამ დღეს მივდივარ დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე და კითხვა დავსვი, რატომ არ არიან საკვირაო სკოლის ბავშვები? გამიჩნდა ეს კითხვა უბრალოდ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დედაენის დღე ქართველ ბავშვებს ეკუთვნის, ხო? ქართველმა ბავშვებმა უნდა აღნიშნოს.
გაზაფხულის კლავაც დამხატველო ძის რასულის თქმა ხარაკარი მოდი ალბის ხელზე მოეხმი ერთი ბავშვის წაკითხული ლექსი რომ მოისმინოთ იმდენად საქართველოზე სამშობლოზე იმდენად ღრმად და იმდენად ემოციურად კითხულობს აი შემდგარი და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საკვირაო სკოლა, რომელიც თქვენს შვილებს ემსახურება. სწავლობთ ქართულს, წერას, კითხვას. შვილები დადიან თურქულ სკოლაში და არ აქვთ საშუალება, რომ კარგად შეისწავლონ ქართული. ამ სკოლამ მისცა ჩემს შვილებს საშუალება იმის, რომ დაეუფლონ ქართულ ენას, წერას, კითხვას და ასწავლეთ სიყვარულს 3-4 მასწავლებელი ყავს ესეთი თბილი და ყურადღებიანი. გადმოსცემენ ქართულ კულტურას, ისტორიას, რაც გვაკლია, რაც აკლიათ. ჩვენ შვილებს იმას თბილები და საყვარლები არიან ძალიან და რას ვიტყვით მამა ილიაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ ახლა გვყავს აქ მოყვანილი მუსლიმი ბავშვები. თბილისიდან ვართ ჩამოსულები და ნახეთ როგორ რაღაც ამ ბავშვებმა ახლა მეჩეთში ვიყავით და მოვიდნენ აქ სანთლები აანთეს, უბრალოდ არ გადაიწერეს პირჯვარი და ბავშვმა გაასოცირა ღმერთთან მამა ილია რომ დაინახა და წეხანაც კვერთხი ის ხატი გადავეცით მამა ილიას და მეუბნება ესო ღმერთს უნდა მისცეო მეუბნება და კვერცხიც რომ მისცა მამა ილიამ უთხრა რომ მადლობა ღმერთო რომ მომეცი კვერცხი ანუ ბავშვისთვის ასოცირება ძალიან მნიშვნელოვანია როცა მამაო არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და თქვენი შვილებისთვის რამდენად ძვირფასია ეს ჩემი შვილებისთვის მამა ილია არის ალბათ რა ვიცი ყველაფერი შეიძლება ითქვას აი იციან რომ ჩვენზე მეტად შეიძლება მშობაზე მეტადაც კი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის დამფუძნებელი და სიყვარულის ჩამოგველი მამა ილია ისედაც ბავშვებში არ ვიცი ყველაფერი ალბათ იმედი უცხო მიწაზე. ჩემო კარგო, მოგესალმები პირველ რიგში. ძალიან მიყვარხარ. ჩემს პირველ ჩამოსვლაზე, როდესაც გნახე და გაგიცანი, ადამიანები საერთოდ ერთი ნახვით შეიძლება ამოიცნო. და შენ ხარ სწორედ ის ადამიანი, რომელმაც სითბო და მეგობრობა და აი რაღაცა სიყვარული მოიტანე, ხო? მე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უანგარო სიყვარული და აი ეს დავინახე თქვენში. რას აკეთებ? რამდენი წელია რაც აქ ხარ ჩამოსული ჯერ და რას აკეთებ ამ უცხო მიწაზე? 13 წელია აქ ვარ. მუშაობ ფაბრიკაში. მოგხსენებათ ახლა ჩვენ ცხოვრება არ არის ესე დალაგებული მაინც გინდა არ გინდა მაინც ვიწევთ წამოსვლა და ესე ადვილად ვერ მივდივართ ვარ 13 წელი, 14 წელი, 15 წელი მაინც ვიწევთ ყოფნა. და ასე მოღვაწეობთ აგერ და მოვდივართ ერთი ეკლესია გამოჩნდა როცა მე ვიყოლე და მაშინ არ იყო მამა ილია მოგწანებული იყო. აი ეს ბერძენი მამაო იყო ჩამოსული და მე რამოდენიმე წლის მერე მოვიდა მამა ილია და ასე გაგვიხალისა ეს ცხოვრება და არა მარტო გაგვიხალისა ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. კი ეს საკვირაო სკოლა ეს ქართველი ხალხი უფრო შემოკრიბა და ასე ან უფრო ის ადგილი აქცია კი აი ის იმ ადგილად აქცია რომელსაც სიყვარული მოაქვს და ქართველისთვის იმედად ეს არის სიყვარული და იმის თავარია ერთიც არის სიყვარულიც არის ყველაფერია თავია სიყვარულია და მამაოსგან მაგას უფრო ვძნობთ მოდია მე სუყველა და ვიკრიბებით აგერ ერთი ის არის და ვიკრიბებით აგერ მოკლედ ემიგრაცია ვიცით რაც არის და ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი პატარა საქართველოს ბარსელონაში, რომელიც ნატამ გააკეთა 10 წლის წინ ხო? დიახ, ნანახი გქონდა და დღეს წელს იგივენაირად გაამეორა ეს და 10 წლის შემდეგ ჩავედით და ნახეთ რომ გაუსვით ემიგრაციას ხაზი. ჩვენ რომ ვიყავით ბარსელონაში, იყო დაახლოებით 50,000 ადამიანი. დღეს დაგვხვდა 75,000 სამწუხაროდ. მსგავსი ალბათ აქაც. ხომ? მეტი წელი წასულია. მაგრამ საზღვარგარეთ და არა საქართველოს. დიახ, ძალიან ცუდი. მაგრამ ჩვენ პირობას ვდებთ, აი კეთილი ადამიანები რომ ჩვენი საქართველო აუცილებლად აყვავდება და ძალიან ბევრი ემიგრანტი დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას. და მე მინდა ვისაუბრო, მე ვიცი რომ მამა ილია ძალიან ბევრ
ბავშვებს ეხმარება, რომლებიც დაავადებულები არიან და საკმაოდ რთული დაავადებით ჩვენ ეხლა ვნახეთ აქ რამოდენიმე ბავშვი, რომელიც და რა კეთდება მათთვის. ყველაფერი რაც კი მის ხელთ არის, აუცილებლად ყველაფერი უკეთდება თომა იდეასთან. და ბავშვებს როგორ უყვართ, მე შევნიშნე. სწავლად უყვართ ბავშვებს, იმის მიმართ, აი, ერთი დღე არ არსებობს მის გარეშე ბავშვებმა არ მოიკითხონ და არ ჩაეხუტონ, არ მოეფერონ და რაღაცა, იმიტომ თვითონ არის მოსიყვარული ადამიანი ბავშვების მიმართ. და ბავშვი ყველაზე სუფთაა, რომელიც გრძნობს იმ აურას, რაც შეიძლება რომ იყოს. ძალიან დიდი მადლობა ხათუ და იმედია საქართველოში ჩამოხვალ ჩვენი მეგობრობა ისევ გაგრძელდება. ბედნიერად.